გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ხვიჩა, მუშაობ ვარშავაში ტაქსზე. ვაპირებ ვიდეოების გადაღებას, თუ როგორ შეიძლება ვარშავაში ტაქსზე მუშაობის დაწყება. ვაპირებ ვიდეოების გადაღებას იმასთან დაკავშირებით, რამდენს გამოვიმუშავებ, რამდენი მაქვს ხარჯი დღის განმავლობაში, რამდენი საათი მუშაობ, როგორი ურთიერთობა მაქვს ჩემს მგზავრებთან, რა მანქანით მუშაობ. ამ ყველაფერს განახებთ, მაგრამ მანამდე სანამ ამ ყველაფერს აგიხსნით და შეხედავთ ამ ყველაფერს, მანამდე მინდათ აგიხსნათ თუ რა უნდა იქონიოთ მანქანაში იმისთვის, რომ თვითონ მანქანა იყოს უპრობლემოდ შეძლოთ ამ მანქანით ტაქსზე მუშაობის დაწყება. ეგ არის, მანქანაში უნდა იქონიოთ სამედიცინო ყუთი, ცეცხლმაქრი, ჟილეტი, სათადარიგო საბურავი. ამასთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა იყოს ვადიანი, არ უნდა ქონდეს არაფერს ვადა გასული. ეს არის სამედიცინო ყუთი და ცეცხლმაქრი. ასევე ჟილეტებთან დაკავშირებით მეგობრებო მოგიყვებით იმას, რომ ეს არის ის ნივთი, რომელიც აუცილებელია ავარიის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგიფაროთ ყველა, მაგრამ უნდა გქონდეთ ის რაოდენობა, რა რაოდენობის ადგილებიც გაქვთ მანქანაში, რომ გზავრები გეჟდეთ. ჩემ შემთხვევაში მე მაქვს 5 ადგილი და მაქვს 5 საავარიო ჟილეტი. სათადარიგო ბორბალთან დაკავშირებით მეგობრებო, შეგიძლიათ არ იქონიოთ ეს სათადარიგო ბორბალი, საბურავი, მაგრამ მისი ჩამნაცვლელი არსებობს ეგეთ რაღაც, ან უნდა იქონიოთ საბურავის დამბერის საშუალება, ან უნდა იქონიოთ ქაფი, რომლითაც შეგეძლებათ უახლოეს სერვისამდე მისვლა და პრობლემის აღმოფხვრა. ეს არის აუცილებელი ნივთები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მანქანამ შეძლოს ტაქსზე მუშაობა. ახლა მეგობრებო, მე თქვენ განახებთ იმას, თუ რა გჭირდება პირადად ადამიანს იმისთვის, რომ გაფორმდეს მძღოლად, შეძლოთ ტაქსზე მუშაობა და იყოთ ოფიციალურად გაფორმებული, რომ გზაზე რამე პრობლემა არ შეგემთხვეს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც ჩამოდივართ საქართველოში, ახლა საქართველოდან ისე ევროპის ქვეყნებში ვერ ჩამოვალთ, თუ არა გვაქვს, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთის პასპორტი. გვაქვს საზღვარგარეთის პასპორტი, ჩამოდივართ, შემდეგ ჩამოსვლის შემდეგ პოულობთ მაგალითად ისეთ სანდო კომპანიას, რომელთანაც გავწერვიანდებით, ვიწყებთ ურთიერთობას, მუშაობას. კომპანია აგიხსნით, რა თქმა უნდა, ყველაფერს თუ რა გჭირდებათ ყველაფერი, მაგრამ მე მაინც წინასწარ გეტყვით ამ ყველაფერს თუ რა დაგჭირდებათ. პირველ რიგში ჩამოდიხართ იმითი, რომ გაქვთ საქართველოს მართვის მოწმობა, რომელიც იცვლება პოლონურ მართვის მოწმობაზე. თუ არ გექნებათ პოლონური მართვის მოწმობა, მაგ შემთხვევაში ტაქსზე უკვე ვეღარ დაждდებით, ვერ იმუშავებთ. აუცილებელია გქონდეთ პოლონური მართვის მოწმობა. ასევე არის იდენტიფიკატორი, რომელიც საჭიროებს იმისთვის, რომ გქონდეს პირადად მძღოლს, რომელიც არის ატვირთული მძღოლის ფოტოსურათი. ეს არის მგზავრებისთვის, რომ მგზავრი დარწმუნდეს, რომ მძღოლი არის იდენტიფიცირებული იმისთვის, რომ შეუძლია ტაქსზე მუშაობა. იმისთვის, რომ იდენტიფიკატორი გავაკეთოთ, გვჭირდება ასევე ეს არის ჯანმრთელობის ცნობა, ვაკეთებთ ჯანმრთელობის ცნობას, ასევე ვაკეთებთ ფსიქიატრიულ ცნობას და ვაკეთებთ პოლონურ ნასამართლეობას. ხომ არ ვიყავით როდესმე დაჭერილი, ხო არ გვაქვს სადმე, ხო არ ვართ ნასამართლები პოლონეთის რომელიმე ქალაქში. ამ საბუთების გაკეთების შემდეგ კეთება ზუსტად ის, რაც გითხარით, ეს არის იდენტიფიკატორი და შეგვიძლია დავიწყოთ ტაქსზე მუშაობა უპრობლემოდ. და ასევე შეგახსენებთ კიდევ ერთ რამეს, ეს არის ლიცენზია, მანქანის ლიცენზია, რომელიც მანქანას ეძლევა იმისი უფლება ვარშავის ტერიტორიაზე შეძლოს მუშაობა და არ შეექმნეს პრობლემა არც მძღოლს, არც მანქანას. ეს არის ის ყველა ნივთები, ის ყველა დოკუმენტები, ის ყველა საბუთები, რაც მძღოლს სჭირდება იმისთვის, რომ დაждდეს მანქანაზე, იმუშაოს უპრობლემოდ, არ იფიქროს იმაზე, რომ აი პოლიცია გამაჩერებს, რაღაცა პრობლემები შემექნება, ჯერ მოაგვარეთ ყველანაირი საბუთი, მოაგვარეთ მანქანაში თუ რა უნდა გქონდეთ და ამის შემდეგ უკვე დაიწყეთ მუშაობა ტაქსზე ბედნიერად. გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი არხი, იმისთვის რომ გაიგოთ თუ როგორი და რანაირი მუშაობა არის ვარშავაში, მე მაგ ვიდეოებში მოგიყვებით ყველაფერს, როგორი არის დღის განრიგი, როგორი არის სამუშაო საათები, შემოსავალი, ხარჯი, ამ ყველაფერს მოგაცეთ ყველა ინფორმაციას, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ და გაიგეთ ყველა ინფორმაცია ყველაზე პირველებმა.